Ამ წუთებში კი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიცე-პრემიერი აკეთებს კომენტარს. პირდაპირ ეთერში ვრთავთ მამუკა მდინარაძეს. ვისალმებით, წადვარგი პასუხით კითხვებს. ჩართულია ხო? მოგესალმებით, ტელეკომპანია იმედი, ნინი გოგიშვილი, ბატონო მამუკა, დავიწყოთ სულ ბოლო ინფორმაციით, მთავრობის მეთაორმაციის საუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელია, როგორც ვიცით, დაკავებული და საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი განცხადება დაახლოებით 2 კვირის წინანდელი, რომ ასეთი საკითხებით, გადაცნობებით დაინტერესდებოდით და გექნებოდათ შესაბამისი რეაგირება. როგორც სახელმწიფო მინისტრის ვიცე-პრემიერს, ახლა რისი თქმა შეგიძლიათ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით და მეორე მიმართულებითაც უნდა დაგისვათ კითხვა. მას შემდეგ, რაც გენპროკურორმა გააჟღერა ეს ინფორმაცია, დაიწყო ერთგვარი კამპანია დამკვეთებთან დაკავშირებით და საუბარი, რომ დამკვეთები უნდა გამოვლინდნენ და ასე შემდეგ. რას გვეტყვით? დიდი მადლობა კითხვისთვის. ბოლო მეორე კითხვიდან დავიწყებ უფრო სწორად. მე შემიძლია გითხრათ, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, არც ერთი არათუ პირდაპირ არამედ ირიბი იმტკიცებულებაც კი არ არის საიმისოდ და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი იმტკიცებულების არ ქონის შემთხვევაშიც კი გამოძიება მოკლებული არ შესაძლებლობას, რომ ვინმეზე გავიდეს, ეგრეთ წოდებულ დამკვეთებს, ეს არის მხოლოდ PR კამპანიის ნაწილი. მათი მხრიდან ვისაც დარწმუნებული ვარ არ ესიამოვნათ სახელმწიფო სწორი მიდგომა, ეს ერთი და მეორე, დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ დაგვეჯერება ყველას, რომ არ შევიკავებდით თავს, ჩვენ ამისი პრაქტიკა მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების სადაც დანაშაულის ნიშნები იყო, გვაქვს ბოლო პერიოდში და ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერ იდებით, როცა დანაშაული არის სახით. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას ჩავეჯიდებით და გავყვებით, გაყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, ბუნებრივია PR კამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს და მტკიცებულებები ამაზე მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას რომ ქონდა სისტემური ხასიათი, არ იქნებოდა პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი მხოლოდ და იქნებოდა ბევრი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიყვებიან რეალობას და არა PR კამპანიებს და მტკიცებულებებს. დროში დაემთხვა ამ დაკავებებს საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადება და სტატუსი თქვენს თანამდებობასთან დაკავშირებით და დაწერეს, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას. რას უპასუხებთ მათ ამ განცხადებებს? დღეს მითხეს ამ განცხადების შესახებ, ისინი რაღაც გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე საუბრობენ და ასე შემდეგ. ჯერ ნაცმოძრაობა და მათი NGO-ები უნდა ჩამოყალიბდნენ დამაწინაურეს და დამოქვეითეს და მე უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე, მაგრამ უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით ამ საკითხს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არცადაა მითითებული იმის შესახებ, რომ მე მაგალითად უნდა ვუხელმძღვანელო პროკურატურას, როგორც ისინი ირიბად მიუთითებენ, უნდა ვუხელმძღვანელო თქვათ აუდიტის სამსახურს, არც ამის შესახებ. კოორდინაცია, კომუნიკაცია და ასე შემდეგ მსგავსი ფუნქციები არ გულისხმობს ვინმეს ხელმძღვანელობას მაინც და მაინც. ეს სხვა სფეროში შესაძლებელია და გამომდინარეობდეს შეიძლება პრემიერის უფლებამოსილებიდან და მის მიერ მინიჭებული ცალკეულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილებიდან, რომ ვიცე-პრემიერმა განახორციელოს ის კომპეტენცია, ის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას გააჩნია, გადაჭარბებულ უფლებამოსილებებზე როდესაც საუბრობენ, უფრო მეტი კონცენტრაცია არის პრემიერის ხალხში, მაშინ პრემიერის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს საერთოდ. არასერიოზული, აი რამდენად არასერიოზული ფრაზებით მოგვიწია ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტის წარდგენა, აქედან გამოდის ის ლოგიკა, რომ არასერიოზულია ასეთი მსჯელობა, როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება არც კლასიკური თვალსაზრისით, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს უბრალოდ ჰაერიდან მოტანილად ამ შემთხვევაში ერთ-ერთი NGO ორგანიზაცია,
გუშინდლამდე მათი PR კამპანია სხვა მიმართულებით იყო, რომ თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყნენ სხვა მესიჯზე და საუბრობენ იმაზე, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში. შესაძლებლობა გვაქვს და კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით კითხავთ აქციების დროს ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვიცით რომ გამოძიება ჩატარდა, კონკრეტული შედეგი ცნობილია და სუსის სწორედ თქვენი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ეს გამოძიება. ახლა მიმდინარეობს კონკრეტულად ერთი მიმართულებით, რაც საბოტაჟის საქმეს გულისხმობს, ხო, დახმარება მტრულ საქმიანობაში. აი, რისი თქმაც ბუნებრივია შეგიძლიათ ახლა ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას უთხრათ? აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, როდესაც მე პირადად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა ამ საქმეზე. კამიტზე საერთოდ თავადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლებოდა სერიოზულად საუბარი და ახლა ვფიქრობ გავიხსენებ თუ არა ნივთიერებას, რომელზეც ისინი ამბობდნენ კამიტის შემდგომ, რომ არა კამიტი, მაგრამ ტრიქლორეთილენი, თუ სწორად მახსოვს, იყო ის ნივთიერება, რომელიც ასევე მათი თქმით იყო აკრძალული ცალკეულ ქვეყნებში და ეს იქნა გამოყენებული. და წავაწვდით ესეთ პარადოქსულ ამბავს, რომ არც ერთს მათ შორის, არც ჟურნალისტს, არც NGO-ს წარმომადგენელს, არც სხვას, ვინც ამაზე აპელირებდა, არც BBC-ს და ასე შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, დაგუგლული და დასერჩილიც კი არ ქონდა მის შესახებ, რადგან ბოლოს აღმოჩნდა, რომ ტრიქლორეთილენი უბრალოდ წყალშიც კი არ ერევა. მისი სიმკვრივე, ელემენტარული ქიმია თუ ვინმე მიცის, აღმოჩნდა უფრო მეტი, უფრო მკვრივი აღმოჩნდა ეს ნივთიერება და წყალში გახსნის შედეგად ჩადის ქვემოთ და უბრალოდ წყალშიც არ ერევა და ამის ფონზე ამბობდნენ ასეთ ფრაზებს და წინადადებას, რომ წყალში გახსნილი, გამხსნელი თავისუფლად ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა. აი ასეთი პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა იქ გამოძიების დროს და ჩვენ უმოკლეს ვადაში მაშინ დავადგინეთ, რომ ამაზე სერიოზული მსჯელობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ოღონდ ეს დავასკვენით მტკიცებულებებზე იმ კონკრეტულ შემთხვევაში დაყრდნობით და ამიტომ იყო ჩვენი თამამი განცხადება საქართველოს ქართული სახელმწიფოს თამამი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ დაბრალებას გავასაჩივრებით ყველა საერთაშორისო დონეზე და დარწმუნებული ვართ დეტალებისა და მტკიცებულებების სიზუსტით, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე მივაღწევთ უდავო წარმატებას. მეც კითხავთ ბატონ მანკო, მოგესალმებით. მირიან გორგოძე, რუსთავი 2, რადგან გასულ წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იყო კითხვა, მეც კითხავთ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ვიცით რომ ორგანიზატორებს მიესაჯათ 7 წელი, თუმცა საქმის წარმოება კვლავ გრძელდება, აქციის რამდენიმე მონაწილე არის კვლავ დაკავებული და ისინი ელოდებიან საქმის წარმოების დასრულებას. მინდა კითხოთ ამ შემთხვევაში რას უპასუხებთ იმ ოპონენტებს, რომლებიც ამ დრომდე აცხადებენ, რომ ეს დაკავებული პირები არიან პოლიტპატიმრები და ასე ვთქვათ, ისინი ისჯებიან მხოლოდ საქართველოს სიყვარულის გამო და ასევე კიდევ ერთხელ შევეხოთ იმ დროს განვითარებულ მოვლენებს რა ვნახეთ ჩვენ 4 ოქტომბერს, ანუ რისი მცდელობა იყო. საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევაში და დამხობაში. ეს არა სერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და PR კამპანიის ეს მესიჯური ნარატივი არის თავიდანვე განწერული წაგებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ჩადიოდნენ პირდაპირ ეთერში დანაშაულს. კულისებში რა იყო ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს ბუნებრივია და იქ იყო ბევრი დეტალი, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა დანაშაულის შედეგად რა შეიძლება გამოწვეულიყო ამ ქვეყანაში და რამდენად სერიოზული დარტყმა შეეძლო მიიღო ქვეყანას მათი გეგმები და ზრახვები წარმატებული რომ ყოფილიყო. საბედნიეროდ ჩვენ შევძელით მთლიანი სამართალდამცავი სისტემა დადგა დეტალების სიზუსტით თავის სიმაღლეზე და ჩვენ შევძელით რომ იმავე დღეს მოგვეხერხებინა როგორც დანაშაულების დაკავება, ასევე იმავე დღეს მოგვეხერხებინა რომ ამოწურულიყო ეს ინციდენტი ყველაზე რბილი სიტყვით რომ მოვიხსენიოთ. იმ დღეს მოხერხდა ზედმიწევნითი სიზუსტით მოხერხდა იმ დღეს პოლიციის ყველა დანაყოფის მოქმედება, უსაფრთხოების და დაცვის სპეციალური სამსახურების ზედმიწევნითი სიზუსტით მოქმედება, პრევენცია, დაზღვევა, თქვენ გახსოვთ რომ პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება, რომელიცაც დადგინდა იარაღის ადგილსამყოფელი იმავე დღეს
და უმოკლეს ვადაში ამ ღონისძიების დამთავრებიდან უმოკლეს ვადაში ასევე მოხერხდა იმ იარაღის ამოღება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ მიერ მიღებული და მოპოვებული ინფორმაციით უნდა გამოყენებულიყო მოქალაქეების წინააღმდეგ. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. არის რაღაც ოპერატიული ინფორმაციები, რომელიც შეიძლება შემდეგ მტკიცებულებებში არ აისახება ხოლმე ყოველთვის, ეს შეუძლებელია. ერთია ოპერატიული მხარე, მეორეა მტკიცებულებითი მხარე. მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი პირდაპირ ეთერში. და მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელს იხდიან უკვე და სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. და ამის იქით მე შემიძლია გითხრათ, რაც კი შემიძლია გითხრათ მაქსიმალურს ვამბობ, იმის იქით ალბათ ვერ ვილაპარაკებ ამ თემაზე, ვერც წყაროებზე, ვერც ასე შემდეგ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას იმით, მხოლოდ რომ ყველა სამართალდამცველმა იმ დღეს ვინც ღონისძიებაში ჩართული, რამდენიმე 1000 ადამიანმა იმუშავა ძალიან ზუსტად. დიდი მადლობა. კიდევ გითხავთ ჯაშუშობის საქმესთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში საუბრობთ დაკავებულ გიორგი უძილაურზე, კურიერმა იმ დღეს დაკავებდნენ რამდენიმე წუთში ექსკლუზიურად თქვა, რომ ეს პიროვნება იყო დაკავებული, მაგრამ ასევე მინდა გითხოთ სხვა შემთხვევებზეც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს იყო სხვა შემთხვევები, როდესაც შესაბამისმა უწყებამ კონკრეტული პირები ასევე ამხილა ამ მიმართულებით. მინდა გითხოთ რა, ასე ვთქვათ, ეფექტური და ქმედითი ზომები გაგრძელდება ამ მიმართულებით, რატომ არის ზოგადად მსგავსი ფაქტების და პირების გამოვლენა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მე მეძლევა საშუალება, რომ პირველი გავაფრთხილო მათ შორის ჩვენი მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რომ რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას მოგააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში და გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს და ჩვენ სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, როგორც არასდროს გამოავლინონ შესაბამისი დაზვერვითი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში, მათი შესაბამისი რეზიდენტი პირები, ეგრეთ წოდებულები და კიდევ ჩვენ ძალიან ვფრთხილდებით ამ ურთიერთობებს. ამიტომ ვთხოვ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდო. და მე მგონი ყველასთვის გასაგები იქნება, თავად უკეთ იციან არანაკლებად ჩვენზე, რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ასევე მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებულ და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით და ასევე ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს და ჩვენ სამართალდამცველებს აქვთ ეს ინფორმაციები და ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მე მგონი, რაც გავაკეთეთ, უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამისი თქმის ძალა დღეს როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანას შესაბამისი უწყებების სწორი და ძლიერი მუშაობის წყალობით და შესაბამისი სამართალდამცველების წყალობით საბედნიეროდ აქვს. მე პატარა ისტორიასაც გეტყვით ამ ამბის, უბრალოდ ამ ამბების. თქვენ გახსოვთ, რომ რეალური კონტრდაზვერვითი სამუშაოები უკვე 10 წლეულებია ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. თუ გახსოვთ 2005-6 წლებში იყო რამდენიმე დაკავება და ის მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით, რაც საპიაროდ კარგად გამოდგებოდა მაშინ, დღესაც შეიძლება ეს საპიაროდ კარგი იყოს, მაგრამ ჩვენ პიარზე არ უნდა ვიფიქროთ ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებზე. და შემდეგ კი ბატონო პროპაგანდა გასაგებია. რეალურ ინტერესებზე. ამის შემდეგ ამ ქვეყანაში ჯაშუშობაში ბრალდებული რეალურად არავის დაუკავია, შემდეგ ახსოვთ 1-2 შემთხვევა, რომელიც მხოლოდ საჩვენებელი ხასიათის იყო და იყო დაბრალებებიც უამრავი. მე არ დაუკარგავ მათ, რომ 1-2 შემთხვევა მანამდე ჰქონდათ, განსაკუთრებით 5-6 წლებში, სულ რამდენიმე შემთხვევა. ამის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში ჯაშუში არ დაკავებულა. თქვენ გახსოვთ სუსის ბრიფინგი
პირველი რომელიც ბატონმა ლაშამაღრაძემ გამართა, სადაც იყო პირველი მინიშნება, ოღონდ იმ შემთხვევაში კონდაზვერვის სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე და ასე შემდეგ კონკრეტული პირი, ეს მინიშნება როგორც მიხვდით, სწორად ვერ გაიგეს. შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და ორი პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული ადამიანები, ძალიან საინტერესო ადამიანები, ამ სამუშაოს წარმოებასთან მიმართებით საინტერესობაზე ვსაუბრობ და შემდეგ იყო ევროპის თუ გნებათ ოდნავ დავაკონკრეტებ და მეც აღარავინ არაფერს იტყვის ამასთან დაკავშირებით, ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. და ჩვენ დღენახევარია უკვე იმასაც ვხედავთ, რომ ეჭვის შეტანას ცდილობენ ამ საკითხშიც კი. და რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე შემიძლია ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს ვიდეო, მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი სხვა ნაწილს ალბათ ხვდებით რატომ ვერ გამოაქვეყნებენ, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მის ინსტრუქტაჟის შესახებ, შეგვიძლია გავაკეთოთ სახელმწიფომ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყის. მე აქედან გავალ თუ არა, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, რომ აი სამი ნაწილი ერთად აღებულ. დიახ, დაკარგულ პირზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, რადგან ვიღაცა მეჭვი შეიტანა ერთმა ადამიანმაც კი და თითქოს რაღაც ეს მოგონილი ბრალდება იყო. რა თქმა უნდა, ინფორმაციას რას გადაცემდა და ამ ნაწილებს ვერ გამოაქვეყნებთ, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს იმ საქმეში. მოხდება განსაიდუმლოება და გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების ნაწილი, მოხდება ფულის გადაცემის ნაწილი და ხელმოწერის ნაწილი მხოლოდ გასაჯაროებული. ამის იქით ბუნებრივია ხვდებით, რომ განსაიდუმლოებაც ვერ მოხდება და შეუძლებელია სხვა ნაწილი გამოქვეყნდეს. ერთ ადამიანსაც კი რო არ მიეცეს აქ სპეკულირების საშუალება და სივრცე არ დარჩეს, ამისით ხოვნა იქნება ჩემი მხრიდან და უახლოეს საათებში თქვენ იხილავთ ამ ვიდეო ჩანაწერს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაციები რეალიზებაში მოვიტანოთ და შესაბამისი მინიშნებები სხვა საპროცესო სამართლებრივი მოქმედებებით გავაკეთოთ სხვა ქვეყნების მიმართ. მაგრამ ჩვენ ამას ვცდილობთ რომ არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას. და ამიტომ ზედმეტებს ჩვენ რასაც არ ვკადრულობთ სხვაგან, ჩვენთან მოიკადრებენ ეს თხოვნა მექნება ყველასთან. და ბოლოს გითხავთ ასევე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს. საკმაოდ ვრცელი წერილია, თუმცა აქ პარლამენტის თავმჯდომარე გარკვეულწილად იხსენებს და ახსენებს პაվել თერჩინსკის მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში. საუბარია სიძულვილის ენის გამოყენებაზე, გარკვეულწილად რიტორიკის სახალისებაზე, ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ გარკვეულწილად საქართველო კვლავ გამოხატავს მზაობას და მკაფიოდ დადასტურებულად, რომ უნდა შეწყდეს, ასე ვთქვათ, აგრესიული რიტორიკა საქართველოს მიმართ და საქართველო კვლავ მზად არის ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ორმხრივი ურთიერთობის აღსადგენად და გასაგრძელებლად ამ მიმართულებით ურთიერთობების და ასევე საუბარია რეზოლუციების განოლებაზეც, ასე ვთქვათ. რამდენად შეიძლება, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ მიმართულებით, რამდენად საჭიროა და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რაღაც პოზიტიური ნაბიჯები გადმოიდგას. სადაც იქნება სამართლიანობა, იქ ურთიერთობაც გაუმჯობესდება. სადაც იქნება უსამართლო დამოკიდებულება, ბუნებრივია ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ვერავინ აიღებს ვერც ქართული მხარე პასუხისმგებლობას. გამომდინარეობს ნებისმიერი ურთიერთობა იქიდან, რამდენად ამ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტები, ეს ადამიანური ურთიერთობების წესია, პოლიტიკური ურთიერთობების წესია და ნებისმიერ სფეროში. როდესაც ერთი მხარე გამოხატავს უსამართლო დამოკიდებულებას მეორეს მიმართ, არ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზებაზე თეორიული დაშვებაც კი. თუ ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი შეფასებები, სწორი დამოკიდებულება იქნება და არ იქნება გაკიცხული ის საკითხი, რომ საქართველო არ ითხოვს მეც არაფერს, გარდა სამართლიანობისა, გარდა მისი ქმედებების სწორი შეფასებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ არ ჩართონ
რაღაც PR ნარატივები, მხოლოდ ერთი მიმართულებით აღებული და რაღაც გაიდლაინებით მოქმედება მის წინააღმდეგ, საქართველოს მიდის ყველასთან ურთიერთობაზე, ოღონდ მისი მთავარი ეროვნული იდენტობასთან დაკავშირებული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული, პირველ რიგში გათვალისწინებული და ოღონდ არ დაგძრახონ, როგორც ჩვენ ქვეყანაში იტყვიან ხოლმე იმისთვის, რომ ჩვენ მოგწონს გვინდა ვაღიარებთ ქრისტიანულ, რეალურად დემოკრატიულ იდენტობის პატივისმცემელ ევროპულ კულტურას და ევროპულ დამოკიდებულებას დემოკრატიის ხარისხთან თუ სხვა საკითხებთან მიმართებით და ეროვნულობასთან მიმართებით. ამის გამო არ შეიძლება ვინმეს დასჯა მოინდომოს რომელიმე გაერთიანებამ თუ ქვეყანამ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს მაინც ასე დარჩება, ჩვენი ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე როგორც არასდროს, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის ისეთი დღეს და სუვერენიტეტის ხარისხი როგორც არასდროს და შესაბამისი პასუხები გვექნება ჩვენი მხრიდანაც. ბატონო, როგორც ვიცით, გასული წლის ბოლოს გაკეთდა განცხადება, რომ სუსტი თქვენ ბრძანდებოდით მაშინ ხელმძღვანელი უსაფრთხოების სამსახურს და მაგრამ გიხავთ, რომ დაიწყებდა სუქსათის ფასებზე მოყოლებას და როგორც გვახსოვს, გარკვეულწილად მოქმედებებიც იყო დისტრიბუტორებთან, სერებთან თუ ასე შემდეგ. მას შემდეგ შეიქმნა სამხედრო კომისია ფასებზე, საპარლამენტო კომისიამაც დადო გარკვეული დასკვნა და რეკომენდაციები. სუსტმა თუ დადო კონკრეტული რეკომენდაციები მაგალითად თავრობის მიმართ რა დაასკვნა უსაფრთხოების სამსახურმა სუსტის ფასებთან დაკავშირებით და ეს თუ იქნება ხელმისაწვდომი მაგალითად საზოგადოებისთვის ეს დასკვნა. მე დავაზუსტებ ერთ რამეს, მადლობა ამ კითხვისთვის, დავაზუსტებ ერთ რამეს, რომ ჩვენ როგორც კი არასწორი ინფორმაცია გავწოდოთ ამასთან დაკავშირებით, პირველივე დღეებში მაშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ გამოძიება შეეხებოდა ფასწარმოქმნის პროცესს და შესაბამის კომპონენტებს და არა რაიმე თქვა საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას და ასე შემდეგ და ბუნებრივია აქ არის ერთი მთავარი მტკიცებულება, ერთი მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გამოძიებამ დადოს, ეს არის შესაბამისი ექსპერტიზა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი დრო ჭირდება, ამდენი ქსელიდან ამოღებული ელექტრონული დოკუმენტაცია მუშავდება და ერთ და ორ თვეში ეს რომ დაგვედო, მაშინ ეჭვის საფუძველი მართლა უნდა გაგჩენოდათ, ბუნებრივია ამას იტყოდით, რომ შეუძლებელია ამხელა დოკუმენტაციის გადამუშავება და ფასწარმოქმნის კომპონენტების დამუშავება ერთ და ორ თვეში. ეს დასკვნა ჯერ არ არის, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, უსაფრთხოების სამსახური, მე პირველ პირში ატოლაპარაკო, ვერ გადავიჩვიე როგორც ჩანს, უსაფრთხოების სამსახური დიახ ჩვენც ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და მე არ მგონია რომ აქ იყოს ისეთი რამ რაც შეიძლება საიდუმლო დოკუმენტად აღიქვას, ეს დასკვნაც იქნება გამოქვეყნებული და ღია და საჯარო, რომელიც გასაჯაროვდება სავარაუდოდ უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ, რომ მე წინასწარი მიგნებები თუ დაინახეთ, რა გამოჩნდა, იმიტომ რომ მაინც გასული წლის ბოლოს დაიწყო ეს მოქმედებები. თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც საექსპერტო დასკვნას ველოდებით მე რო წინასწარ მიგნებებზე ვისაუბრო, რამდენად სერიოზული იქნება ჩემი პასუხი. და რადგან ახლა უკვე მთავრობის წევრი ბრძანდებით, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია თავად სამთავრობო კომისიის მუშაობის შედეგი სურსათის ფასებზე, როდის დაიდება ბატონი ირაკლისას, ვკითხეთ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. კონკრეტული, აი როგორც გითხარით, პარლამენტის ფასების კომისიამ დადო დასკვნა და აი თუ იგეგმება თვითონ მთავრობა ამას გაასაჯაროს. პასუხი რატო ბოდიში გადაწყვეტილეთ? მე არ ვიცი პასუხი რატომ ვერ მიიღეთ. მე ნახე დებატების საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა კონკრეტულ დეტალებზე და უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით ჩვენ შევიმუშავებთ და უკვე პრინციპში ეს თემა ფინალშია თითქმის გასული კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება როგორც ბატონმა ბერეკაშვილმა განაცხადა პირდაპირ ეთერში, ასევე იქნება კონკრეტული ანალოგია ევროპული პრაქტიკის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ქონდა გადაწყვეტილება, რამდენად შეიძლება მოსახლეობის და სოციალურად შედარებით შეჭირებული ფენის საჭიროებებზე მოერგოს გადაწყვეტილებები, ამ საუკეთესო პრაქტიკის, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ შევეცდებით შედარებით მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში პერიოდთან მიმართებით გადაწყვეტილება მივიღოთ, ხოლო გრძელვადიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე გახმოვანდა, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსთან მიმართებით და ასე შემდეგ, რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს სახელმწიფომ, ეს დასკვნას აისახა იმისათვის, რომ მოხდეს ფასების ერთი მხრივ ძირედით შემცირება და მეორე დასტაბილურება. დასტაბილურების
კომპონენტს ატომღაც არ ექცევა ყურადღება, არ ვიცი შეიძლება თქვენ ამას მიაქციეთ ყურადღება, მე ასე დეტალურად არ ვიცნობ თქვენ სტატიებს სამწუხაროდ, მაგრამ იყო PR კამპანია, როდესაც დასტაბილურებაზე ჰქონდათ რაღაცა ნეგატიური აქცენტი. როდესაც თლიანში და პროდუქტი იზრდება ქვეყანაში, ეკონომიკა იზრდება, თქვენ ძალიან კარგად იცით, შეიძლება ჩემზე უკეთად იცოდეთ ამის შესახებ, რომ ფასების სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს ფასების შემცირებას ხელფასებთან, ეკონომიკურ ზრდასთან და მოსახლეობის შეძლებასთან, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში, მიმართებით, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც იზრდება ხელფასი და ფასი რჩება რაღაცაზე იგივე, ეს ნიშნავს ადამიანისთვის ფასის შემცირებას ერთი მხრივ, ხო? აი, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ფასების სტაბილურობის აგდება და ირონიით მოხსენება არ მგონია სწორი იყოს. მე თქვენ ამას ვერ გსაყვედურობთ, არ ვიცი თქვენ იყავით თუ არა ამის ავანგარდში, მაგრამ სოციალურ ქსელებში კამპანია იყო ამ მიმართულებითაც, რომ ფასების სტაბილურობას რაღაც ირონიულად მოიხსენიებდნენ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამაზე საუბარია აბსოლუტურად რელევანტური, მოკლევადიანთან დაკავშირებით და საშუალოვადიანთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში, როგორც ბატონმა პრემიერმა განაცხადა, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები. მოგესალმებით, ცოტნე შავშაძე, პალიტრანიუსი, ორ თემასთან დაკავშირებით მექნება კითხვა პირველ რიგში, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, დღეს უკვე დიდმა ბრიტანეთმა ერთ-ერთი კონკრეტული მედიკამენტი, რომელსაც ისინი თხოვენ, ეს არის ჯივინოსტატი, მიიღო უკვე წარმოებაში და შესაძლებელია ამ პრეპარატის მოხმარება დიდ ბრიტანეთში. დაახლოებით 90 დღემდე დაჭირდება ტექნიკური დეტალების მოგვარებას, რომ უკვე დიდ ბრიტანეთში ყველა ბავშვს შეეძლოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენება და ისინი ითხოვენ მთავრობისგან პასუხს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში საქართველო და რა იქნება მათი ქმედითი ნაბიჯები ამ თემასთან დაკავშირებით და ისინი დავაზუსტებ ერთ დეტალსაც, რომ ყურადღებას ამახვილებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული მედიკამენტის სარგებლობა უკვე ხდება და ერთ-ერთი ქართული ბავშვი ამ მედიკამენტს იღებს, მისი ძმა კი აქ ადგილზე ელოდება, რომელიც არ არის ამერიკის მოქალაქე და ამ თემაზე მიდის მათგან აქცენტის გაკეთება, რომ როდის მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მე რომ გითხრათ, ეხლა განსაკუთრებული კომპეტენცია გამარჩენა მიმართულებით ნამდვილად მოგატყუებით ამას არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, რაც შემიძლია ძალიან ზოგადად და გულწრფელად გითხრათ, არის ის, რომ ეს არის ყველაზე სენსიტიური საკითხი, რაზეც შეიძლება ეხლა ჩვენ აქ ვისაუბროთ და ყველა სიტყვას ალბათ უნდა მოუფრთხილდეთ ყველა. ერთი მხრივ ბევრ რამეზე ვერ ელაპარაკობ ადამიანის საჯაროდ, მეორე მხრივ დღეს რომ მიიღო თქვენ ბრძანეთ, თქვენგან გავიგე, არ ვიცი ამის შესახებ და გიჯერებთ ამ ინფორმაციას, დღეს რომ მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და 90 დღე კიდე გამოსდა რომ და დაჭირეს ამ წამლის ტექნიკური დეტალები როგორ ჩაიშვება კი ბატონო, გამოსდა არა კი ბატონო, ტექნიკური დეტალების ჩაშვება, როგორ ჩაიშვება ჯერ ბრიტანეთსაც კი რომ არ გადაუწყვეტია და საქართველოში ამის რეალიზება უნდა მოახდინოთ ამ თემის. ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად სწორია, ექსპერიმენტულობის ხარისხი რამდენად მაღალია. აი იმდენად ბევრ წახნაგოვანი თემაა, რომ ამაზე პასუხისმგებლობის აღება არის ურთულესი რამ. ერთი მხრივ ადამიანურად, მორალურად ძალიან გიჭირს ამაზე საუბარი ადამიანს, იმიტომ რომ შობელი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენი ჩათვლით ვისაჩვილები ხოს, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ თავის შვილს რაღაც თეორიული შანსიც კი გაუჩინოს, რომ რაღაც საკითხი გაუხანგრძლივოს, პოზიტიურ კონტექსტში გულისხმობ და ეს იცით ალბათ, რომ არ არის სხვა მხრივ უფრო სერიოზულ შედეგებზე გათვლილი ეს წამალი და აქ დეტალებში აღარ შევალ და მეორე მხრივ ექსპერიმენტულობის ხარისხი და ასე შემდეგ უამრავი საკითხია, რაც გადაწყვეტილების მარტივად მიღების საშუალებას გართმევს. ეს არის თემა, რომელზეც ალბათ უნდა პროტესტით არა და წაქეზებით არა კიდე, ისედაც ძალიან განერვიულებული მშობელის, არამედ დისკუსიით, კამათით თუნდაც პროფესიული დისკუსიით გადაწყდეს და არა PR კამპანიებით. კი ბატონო და მეორე კითხვა შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელია საქართველოში ჩამოსული, როგორც ისიც ჰქონდათ თავრობის წარმომადგენელს გუშინ შეხვედრა მასთან, როგორ გესახებათ ურთიერთობების გადატვირთვა და რა ხდება ამ კონკრეტული მიმართულებით, რა პოზიტიური ნიშნები დაინახეთ თქვათ თუ იყო მსგავსი. ამ ყველაფერს ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან აქვს ერთი საერთო რეცეპტი. ქართული ინტერესების გათვალისწინებით. და შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია. წეღანაც უპასუხეთ თქვენს კოლეგას, იგივე პასუხი მაქვს. ქართული ეროვნული იდენტობასთან დაკავშირებული უბრალოდ საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ ყველასთან სამეგობროდ ვართ მზად. და ჩვენი დამოკიდებულება არის
ჩვენი ეროვნული ინტერესების წინა ხაზზე, წინა პლანზე დაყენება. დანარჩენ მე თავად გავხდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ სერიოზული შეხვედრა მქონდა, მათ შორის არ არის დასამალი პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხეთ ამ სერიოზულ შეხვედრაზე, იმიტომ რომ დღეს არც ერთი სპეცსამსახური და არც ერთი ორგანიზაცია თუ უწყება არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება და ამ საკითხზე საუბრის დროსაც მე ამაზე გავამახვილე იქ ყურადღება. რომ ჩვენ არ უნდა წაგვერთვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, ჩვენ ფიზიკური გადარჩენის პრობლემა არ უნდა გქონდეს, ჩვენ ეკონომიკის ჩამოშლის პრობლემა არ უნდა გქონდეს, ასეთ საკითხს არავინ უნდა აყენებდეს და ამის იქით ყველაფერზე შეიძლება საუბარი, თუ ქართული ეროვნული ინტერესები იქნება გათვალისწინებული ჩვენთან ურთიერთობის დროს და არ უნდა იყოს ჩვენს მოსახლეობის რაოდენობაზე ან ტერიტორიის სიმცირეზე აქცენტი და დაწოლა, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად ძლიერი ქვეყანა, რომ 100 მილიონიან ქვეყნებს ან რამდენიმე 10 მილიონიან ქვეყნებს თქვათ რაღაცაში შევეჯიბროთ ან გავეჯიბროთ. ამიტომ საქართველოს არ უნდა დაიჭაგროს. ამ შემთხვევაში თუ ეს მოცემულობა იქნება მისაღები ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელთანაც პარტნიორობით და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ ურთიერთობას, ყველაფერს დავალაპარაკებთ. და ერთად კითხავ დღეს ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს, თუ არ ვწდები ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი ადვოკატი როგორც ამბობს, ის სამართება პოლიტიკური მოწოდებების გამო. თქვენი ყავით მაშინ თუ არ ვწდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, როდესაც მისი დაკავება მოხდა, კონკრეტულად რა შეგიძლიათ გითხრათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ასევე თქვენი აზრით პოლიტიკური შეფასება რო გავაკეთოთ ლევან ხაბეიშვილს. ჩემ პოლიტიკურ შეფასება არ მგონია ვინმე პოლიტიკურ შეფასებად აღიქვას, ამიტომ მე ამ შეცდომას არ დავუშვებ თქვენი ნებართვით და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღარ გავაკეთებ კომენტარს ამაზე. ჩვენ ამ საკითხებსაც პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალყურს და დანარჩენი სასამართლოს გადაწყვეტია. დიდი მადლობა. ნახვამდის.